ჩეხეთის სახელმწიფომ ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ჩეხეთის გადაწყვეტილებით სანქციები დაუწესდა ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას, ასევე საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს და ხარაზიშვილის მოადგილეს მირზა კეზებაძეს. სანქციის საფუძველზე სამივე მათგან ჩეხეთში შესვლა ეკრძალებათ. სანქციების დაწესების ინიციატორი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი იყო. დღეს ჩემი ინიციატივით მთავრობამ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს. მიზეზი არის მათი პირდაპირ პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში პროტესტის სასტიკ ჩახშობაში, ჩვენ ისინი არ გვინდა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩეხეთის მიერ დასანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი უკვე დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ შტატების და ბრიტანეთის სასანქციო სიაშია ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის ინდივიდუალურად სანქციები უკვე დააწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და გერმანიამ. დღეიდან მათ რიცხვს ჩეხეთიც შეუერთდა. ოპოზიციაში მოელიან, რომ დასავლური ქვეყნებისგან სანქციების დაწესება გაგრძელდება. ევროკავშირის ქვეყნებმა, იგივე ბალტიის ქვეყნებმა, იგივე გერმანიამ, როგორ დაასანქცირეს ქართული ოცნების რეჟიმის მაღალჩინოსნები, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები, მათ რიგებში შეუერთდა ჩეხეთი, როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება და ეს არის გაცხადებული პოლიტიკა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა განაცხადეს, რადგან 27 ქვეყნის კონსენსუსური გადაწყვეტილება ვერ შედგა უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, ამიტომ ქვეყნებმა გადაწყვიტეს ინდივიდუალურ რეჟიმში დაუწესონ სხვადასხვა სახის სანქციები ქართული ოცნების და ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს. ეს პროცესი გაგრძელდება და რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები უკან არ დაიხევენ, რომ საქართველოში არ გამყარდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები გრძელდება, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ინდივიდუალური სანქციების რეჟიმი შეუერთდა ჩეხეთის რესპუბლიკა. ჩვენ ველით, რომ კიდევ სხვა სახელმწიფოები შეუერთდნენ ძალიან მალე იმავე და განსხვავებული ტიპის სანქციებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებული მსოფლიო არ აპირებს შეეგუოს ნაცისტურ ჰიბრიდულ თვითმარქვია რეჟიმს, რომელიც უარყო ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც მიიტაცა ჩვენი სახელმწიფო და არჩევნები და გამოუცხადა მართლაც ასეთი ტერორისტული ომი, მე ვიტყოდი, საკუთარ მოქალაქეებს. მათ ცივილიზებული მსოფლიო არ შეეგუება, ჩვენ საქართველოს ხალხი არ შევეგუებით, ამიტომ მათი დღეები არის დათვლილი. ისინი უკვე ვეღარ გადაადგილდებიან, მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ მიმართ მოდის დამატებითი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები და ისინი იქნებიან უარყოფილი არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების პარალელურად ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სანქცირებული ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, ვაჟა სირაძე, მირზა კეზებაძე და ოცნების პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.